უზენაესყოლისა მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2015 წელი და სიკეთე, სიხარული, ბედნიერება უსურვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოს იყოს აღშენებლობის, გამთლიანების, გაძლიერების თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის უკეთესი მომავლის წელიწადი. მინდა თითოეულ წალენჯი ხილს განსაკუთრებით მიულოცო ეს 2015 წელი და მინდა ხვავი ბარაკა, სიკეთე, სიხარული მოეტანოს ამ 2015 წელს თითოეული ჩვენი წალენჯი ხელისთვის. მე მინდა მოკლედ მიმოვიხილო 2014 წელი 15 ივნისის არჩევნების შემდგომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ძალიან დიდი დობის მანდატი გამოგვიცხადეს და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა მოსახლეობამ. ჩვენ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი არ დაგვსვენია, მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები შეჯამდა და შედგა. ყველა ის პროექტი, ყველა ის შეპირება, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ წინასაარჩევნოდ, იყო მანამდე დაწყებული პროექტები, ძალიან ბევრი გარდამავალი პროექტი, რომელიც 2014 და 2015 წელს განხორციელდება. ჩვენ მაშინათვე დავიწყეთ ყველამ დაპირების შესრულება. ვთქვათ, რომ 2015 წელი კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი იქნება, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმება. ვთვლი, რომ ძალიან კარგი სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები შევიმუშავეთ. 2014 წელს ის იყო დაახლოებით 670.000 ლარი, რაც პირველად დამტკიცებული ბიუჯეტის 12.7% შეადგენდა. წელს ეს ციფრი კიდევ გაზრდილია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს სოციალურ და უსველ მოსახლეობას გავუწიოთ ყველა ის მაქსიმალური თანადაფინანსება, რასაც ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა. ამაში შევა, რა თქმა უნდა, მრავალშვილიან ოჯახთა დახმარება, რომელიც 2015 წელს კიდევ უფრო იზრდება, სტიქიით დადარებულ ოჯახთა დახმარება და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მოწიწებით მიულოცო სრულიად საქართველოს ეს 2015 წელი. სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა უსურვო, ღვთისმწყალობა ამოკლებოდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს.